ეს ამბავი არასდროს მომიყოლია. ერთხელ ძალიან მაგარი შტორმი იყო, ძალიან და მოვარდნენ ჩემთან ეზოში აქაურები და მოკლედ ორი ახალგაზრდა იხჩობაო. შემოდგომა იყო სექტემბრის ბოლოს სადღაც. ხო და მაგ დროს მე ძალიან ცივსისხლიანი ვარ. დავავლე ეგრევე ორ კამერას ხელი და მივედი. ის ორი ძალიან შორს ყავდა ზღვას გაყვანილი, ალბათ 1-200 მეტრში. და ამ ორი ადამიანის ახალგაზრდის ვინც იხჩობოდა ერთ-ერთი მეგობარი იყო კარგი მოცურავე. იმ ორიდან ერთი ცოტა უფრო ახლოს იყო. ხო და მე ძალიან კაი მოცურავე ვარ, იმიტომ რომ სპორტსმენი მოცურავე ვიყავი. სპორტსმენი როგორი ხა? სპორტსმენივით ვარჯიშობდი ბევრი წლები ბავშვობაში. სპორტულ ჯგუფში ვიყავი. ხო და ერთი კამერა მივეცი ამას. ამ ახალგაზრდას და უთხარი რომ თუ შეძლებ მეთქი მიდი გამოიყვანე და კიო შეძლებ მეც კარგად ვცურავ და მე წავედი იმასთან. შორს რომელიც იყო რა. ხო და ნუ სიკვდილს ჩავხედე რამოდენიმეჯერ თვალებში, მაგრამ მაინც გამოვიყვანე ბევრი წვალების მე. ხო და რომ გამოვიყვანე ეს ბიჭი ვინც გადავარჩინე მეუნება რომ ბატონო მამუკაო უკვე დანებებას ვაპირებდიო რა მართლაც და სანამ მივიდოდი თავზე გადაუარა რამოდენიმეჯერ 10 წამით დაიკარგა ამ მხედველობიდან. უკვე დანებებას ვაპირებდიო. უკვე ჩავიქნიო ხელი სიცოცხლეზეო და ვიფიქრეო რომ აღარ ვიფორთხიალებო დავიხჩო მაგის დედაცვატირეო, მაგრამ რო დაგინახეთო რომ მოდიოდითო მაგან გამაცლებინაო. არა და იქამდე მისვლაზე კი დამჭირდა კიდე 1-20 წუთი მეტი თუ არა სანამ მივედი მასთან. ხო და ამით რა მინდა ვთქვა იცი რომ შეიძლება სულ არ კონდეს სახელმწიფოს დახმარების თავი, მაგრამ ეს მცირე ძალებიც რო დაიძრება დროულად და რო იცი რომ მოდიან დასახმარებლად, აი რო იცი რომ ეხლა მოვლენ დასახმარებლად, ეს აძლევინებს ადამიანს. სამწუხაროდ ჩვენთან ესე არ არის. სახელმწიფოს იმედი პირადად მე არასდროს არ მაქვს. მართალი გითხრათ არც არასდროს არ მქონია. და ვინაცვალე ყველა იმას, იმიტომ უნდა იყოს საქართველოს ერთიანი ყველა იმ ადამიანს, რომ გურიას გაუჭირდა, დასავლეთ საქართველოს გაუჭირდა, აღმოსავლეთი დადგა ფეხზე, აღმოსავლეთს გაუჭირდება ჯვარი ეწეროთ, დასავლეთი დადგება ფეხზე. და აი ეს ერთიანობა გადაგვარჩენს და ერთმანეთი უნდა გადავარჩენოთ მეგობრებო, სამწუხაროდ ძალიან ძნელია ამ ქვეყნის ამ კორუმპირებული ორგანიზაციის, რომელსაც საქართველოს ქვია დღეს, საქართველოს მთავრობა ქვია დღეს, იმედი კონდეს სამწუხაროდ.